მოგესალმებით. დღეს მინდა გიამბოთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ვებსაიტზე, cointoday.com-ზე. თუმცა მის უკან რაღაც ბევრად დიდი დგას. წარმოიდგინეთ, 25 წლიანი ისტორიის მქონე დომენი, რომელსაც ძალიან ამბიციური მისია აქვს. გახდეს კარიბჭე სრულიად ახალი ინტერნეტისკენ. მოდით ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი სინამდვილეში. აი თავარი კითხვა, რომელიც თავიდანვე უნდა დავსვათ და საკმაოდ თამამი კითხვა. შეიძლება კი, რომ ერთი ჩვეულებრივი ვებსაიტი ახალი ცივილიზაციის დასაწყისი გახდეს? სწორედ ეს კითხვა უდეს საფუძვლად ყველაფერს, რასაც დღეს განვიხილავთ. და პასუხიც, ანუ მთავარი თეზიზიც აქვეა. ეს არის Web Gold ცივილიზაციის კარიბჭე. ანუ ხდებით? აქ საუბარი არაა უბრალოდ საიტზე. ეს ფრაზა პირდაპირ გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს რაღაც ახალ სამყაროში შესასვლელთან. კარგი, მოდით თავიდან დავიწყოთ. პირველი ნაწილი, ძველი დომენი, ახალი მისიით. სანამ ამ გრანდიოზულ იდეებზე გადავალთ, ჯერ ვნახოთ, რა არის ამ ყველაფრის საწყისი წერტილი, თავად დომენი და მისი, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია. მაშასე, რა არის cointoday.com? ჩვენი მასალის მიხედვით, ეს არის დომენი, რომელიც 25 წელზე მეტი ხნისაა. კომპანია ბლოკნოვამ ის ფაქტობრივად გააცოცხლა და სრულიად ახალი დანიშნულება მისცა. გამხდარ იყო შესასვლელი წერტილი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში, რომელსაც ისინი Web Gold-ს უწოდებენ. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. როგორ აპირებს ეს პლატფორმა მთელი კრიპტო სამყაროს შეცვლას? საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რომლის სათავეშიც მათი მტკიცებით სწორედ cointoday დგას. აი, აქ ძალიან კარგად ჩანს ძველი და ახალი ეპოქების დაპირისპირება. აქამდე კრიპტო სამყარო, რომლის სიმბოლოც ვხვათ coin market cap-ია, დოლარზე იყო ორიენტირებული. ყველაფერს ფასი დოლარში იზომებოდა ხომასია. cointoday.com კი გთავაზობს ახალ USX ცენტრირებულ სამყაროს, სადაც კრიპტოს ღირებულება იზომება არა დოლარით, არამედ ახალი ვალუტით, USX-ით. და ეს პირდაპირ გვიჩვენებს რაშია საქმე. cointoday არის, მათი თქმით, პირველი პლატფორმა, რომელიც მთავარ კრიპტოვალუტებს, ბიტკოინს, ეთერიუმს და სხვებს პირდაპირ USX-ში აფასებს და არა დოლარში. ფაქტობრივად, ეს ახალი ფინანსური პარადიგმის შექმნის მცდელობაა. და იცით, ეს უბრალოდ ტექნიკური დეტალი არ არა. ეს არის ერთგვარი დეკლარაცია. წყარო პირდაპირ ამტკიცებს, რომ დოლარზე მიბმული ციფრული ფულის ეპოქა სრულდება. ანუ, ეს ცვლილება მათთვის ახალი ფინანსური ერის დაწყებას ნიშნავს. კარგი, ამბიციური განაცხადები, გასაგებია, მაგრამ რით მყარდება ეს ყველაფერი. გადავდივართ მესამე ნაწილზე, ზრდა რეკლამის გარეშე. წყარო ამ კითხვას პასუხობს პლატფორმის ბუნებრივი, ანუ ორგანული ზრდის მონაცემებით. პირველი მონაცემი 107. ეს არის ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც პლატფორმამ, როგორც ამბობენ, პირველივე 3 თვეში შეაღწია. ეს მის გლობალურ მასშტაბზე უნდა მიუთითებდეს. მეორე მონაცემი 8000-ზე მეტი. ეს არის ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი, რომელიც პლატფორმამ მათივე თქმით, ყოველგვარი მარკეტინგული კამპანიის გარეშე ბუნებრივად მოიზიდა. და ბოლოს, ალბათ ყველაზე საინტერესო ციფრი 0. ეს არის რეკლამაზე დახარჯული თანხა. ამით წყაროს უნდა იმის თქმა, რომ პლატფორმას აქვს რაღაც ბუნებრივი მიზიდულობა და მისი ზრდა რეალურ მომხმარებელთა ინტერესზეა დაფუძნებული. აქამდე თუ საუბრობდით საიტზე, როგორც უბრალოდ ფასების აგრეგატორზე, ახლა დროა ვნახოთ, რა დგას მის უკან სინამდვილეში. გადავდივართ მთლიან კონცეფციაზე, რომელსაც Web Gold ცივილიზაცია ქვია. მაშ, რა ფუნქცია აქვს cointoday-ს ამ დიდ სურათში? წყაროს მიხედვით მას 5 მთავარი როლი აკისრია. ის არის ერთდროულად ახალ სამყაროში შესასვლელი, ფასების განმსაზღვრელი, მომხმარებლების მომზიდველი Web2-დან, ამ ახალი ცივილიზაციის ნარატივის შემქმნელი და ბოლოს ნდობის ფენა, რომელიც გამჭვირვალე მონაცემებს გვაწვდის. თითოეული ეს როლი მას მთელი სისტემის ქვაკუთხედად აქცევს. და აი, სრული სურათიც. შეხედეთ, ეს არ არის მხოლოდ საიტი. აქ ვხედავთ Web Gold ეკოსისტემის ყველა კომპონენტს. საკუთარი ფულის სისტემა USX, იდენტობის სისტემა Gold ID, საფულე, ბაზარი და საკუთარი ტელეფონი და ოპერაციული სისტემაც კი. ეს გვაჩვენებს, რომ cointoday მხოლოდ ერთი ნაწილია ბევრად უფრო დიდი და ყოვლის მომცველი ხედრის. მივედით ბოლო მეხუთე ნაწილამდე. ეს ნაწილი ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ და აძლიერებს cointoday-ს მთავარ იდეას. იყოს კარიბჭე ახალი ინტერნეტისკენ. მაშასე, მთავარი აზრი ეს არის. cointoday-ს როლია იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ქალაქის კარიბჭე, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეაბიჯოს ამ ახალ და საკმაოდ რთულ Web Gold ცივილიზაციაში. ვფიქრობ,
წყაროდან მოყვანილი ეს ციტატა იდეალურად აჯამებს ყველაფერს. ეს არის ნავიგაციის სისტემა, რომელსაც მომხმარებლები Web 2-დან Web Gold-ში გადაჰყავს. ანუ, ის არის ერთგვარი ხიდი ძველ და ახალ ინტერნეტს შორის. და ბოლოს ხრჩება კითხვა, რომელიც ალბათ ყველას გაგვიჩნდა. ჩვენ წინაშია მომავალი ინტერნეტის რეალური გეგმა თუ უბრალოდ ძალიან ამბიციური ხედვა, რომელიც ჯერ კიდევ ასაშენებელია. ამ კითხვაზე პასუხს ალბათ მხოლოდ დრო გვიჩვენებს.